ჭიათურა ჩემპიონია. იმერეთის ღია ჩემპიონატზე მათ 2000 წელს დაბადებულებს შორის პირველი ადგილი დაიკავეს და ქუთაისის ტორპედოს ყოფილი ფეხბურთელის ჯუმბერ ხაჯალიას სახელობის თასის მფლობელები გახდნენ. დასრულდა ჯუმბერ ხაჯალიას სახელობის თასის გათამაშების ჩემპიონატი იმერეთის გუნდი მღერმობდა მონაწილეობას გეუბნებოდა 10 ქალაქის წარმომადგენლის ბავშვთა გუნდი 2000 წელს დაბადებულები. აქედან პირველი ადგილი წარმატებას მიაღწია ჭიათურის ბავშვთა აღსაძლებელმა 2000 წელს დაბადებულებმა აიღეს ჯუმბერ ხაჯალიას სახელობის თასი და დაეუფლნენ პირველ ადგილს. იმერეთის ღია ჩემპიონატში სულ 10 ქალაქის ნაკრები გუნდი მონაწილეობდა 2000 წელს დაბადებულებს შორის ჭიათურამ 12 თამაშიდან 10 მოგებით, ხოლო 2 ფრედ დაასრულა. Შარშან ამ დროს ჩვენ პლეი-ოფში გავედით, ანუ ესე იგი და იმის შემდეგ ჩვენ მიზანი დავისახეთ, რომ რაც უფრო შეიძლება ზევით დაგვეყვა ადგილი კიდე და წელს ფაქტურად ჩვენ ტოლებში თამაში არ წავიღია და გავედით პირველ ადგილზე და ძალიან მადლობელი ვართ ჩემპიონების ამასაკის, მადლობელი ვართ რომელსაც იმ ხალხის ვინც ჩვენ გულშემატკივრობდა და დიდი მადლობა ყველას. ჩვენ ვიღებდით ღია ჩემპიონატში მონაწილეობას, ძალიან კარგად გამოვედით წელს, რადგანაც გავედით ჩვენ ტოლებში პირველ ადგილზე გავედით, დავიკავეთ პირველი ადგილი და რა თქმა უნდა ძალიან დიდი სიხარულია ეს ჩვენთვის. 2014-2015 წლების იმერეთის ღია ჩემპიონატი ფეხბურთში დასრულდა ფინალურ შეხვედრას ჭიათურის თემურ მაღრაძის სახელობის ცენტრალურმა სტადიონმა უმასპინძლა. ჭიათურა ხობის იმედს შეხვდა. შეხვედრა 0-2 დასრულდა. ხობის იმედში 1999 წელს დაბადებულები თამაშობენ. ბოლო თამაში იყო ტურის. ჩვენ ხობის იმედი მონაწილეობთ იმერეთის ზონაში. 10 გუნდი მონაწილეობს და დავიკავეთ მესამე ადგილი. თამაში დაძაბული იყო. ეს 2000-იანი ბავშვები არიან და კარგი ბავშვები არიან. თავის ასაკში მათ დაიკავეს პირველი ადგილი და პლეი-ოფში მიიღებენ მონაწილეობას. ყოფილი ვართ, იმიტომ რომ მოვიგეთ. მოწინააღმდეგე ძლიერი იყო და შედეგი ჩვენ სასარგებლო დასრულდა. ჭიათურის ფეხბურთელთა მთავარი მწვრთნელის განცხადებით ფინალურ თამაშში მან ახალი ტაქტიკით იმუშავა. ყველა ფეხბურთელი ვინც კი სათადარიგო სკამზე იჯდა ათამაშა. ფაქტურად ესე იგი ვისაც ცოტა არ მოუწია ისეთი დრო თავიდან ბოლომდე თამაში, ყველა ვათამაშეთ აბსოლუტურად 20 ბავშვი ვათამაშეთ, რომ ყველას ეთამაშა და არც ყველა დაწყეთო და ფაქტურად არაფერს არ წვითა და თამაში, მაგრამ გაუწიეს დიდები იყვნენ, ის ფიზიკურადაც დიდები იყო და გავლენას აიჩენს 1 და 2 წელი განსხვავება არის ძალიან და რა ვიცი ის ხეულად ითამაშეს რა ბიჭებო რა თქვა მაინც გავუდეს მაგრამ წავაგეთ მაგრამ გაუშავს არ ხო ამ თამაში დიდი მნიშვნელობა ვითამაშეთ ხობის 19-იანებთან ეს თამაში არ იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი რადგან ჩვენ უკვე პირველ ადგილზე ვიყავით გასულები ვითამაშეთ ვიბრძოლეთ ბოლომდე დიდები იყვნენ მაგრამ არა უშავს წავაგეთ 2-0 მაგრამ ღირსეულად ვითამაშეთ ასე ვთქვით თამაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ ჩემპიონები გახდნენ უკვე ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ჯუმბერ ხაჯალიას ტურნირის ჩემპიონები გახდნენ. წარმატებებს უსურვებ და იმედი მაქვს, რომ მომავალში ჭიათურაში და არა მარტო ჭიათურაში ეს თაობა იწყოს თავის სიტყვას ქართულ ფეხბურთში. გვერდში დგომა არ არის მხოლოდ ის, რომ რაღაცა შორიდან ნახოთ ანგარიშები. ძალიან გთხოვთ, მობრძანდით ხოლმე სტადიონზე და უგულშემატკივრეთ ჩვენი ქალაქის გუნდებს, რომელიც მართლა არაჩვეულებრივად თამაშობენ და დაუჭიროთ მხარი ამ მომავალ თაობას ფეხბურთელებისაც, რომელიც მართლა დარწმუნებული ვარ, რომ გვასახელებენ. იმერეთის ღია ჩემპიონატი 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და 2015 წლის 21 მაისს დასრულდა.